როგორ აპირებს მთავრობა წინა ხელისუფლებასთან მოდავე მოქალაქეების კომპენსირებას? პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი იქმნება. ჩვენ უკვე წარუდგენთ კონკრეტულ გეგმას. თუ როგორ ვაგვარებთ, რა მექანიზმით ვაგვარებთ ამ ფონდების დაბრუნებას. შეხვდება თუ არა პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს, ოკუპირებული რეგიონების საგარეო პრიორიტეტები, ურთიერთობა ექს-პრემიერთან და შენიშვნები თანაგუნდელებთან. პრემიერი 2014 წელს აჯამებს. ზოგადად ჩვენ მზაობა გვაქვს, შეხვედრა სჭირდება ძალიან კარგი დაგეგმვა და მომზადება. შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგება. ვინ რა თქვა დედასა ის თქვა და თქვენი დედაც შეწყვეტილი ტრანსლაცია და ხელჩართული ჩხუბის ხდომათა დარბაზში დაიწყება თუ არა პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება. აგრესიული ხო? ბევრი მათგანი არის ნასვამი. შეიგინა ბობოხიძემ და გაილახა. ეგ არა. მინდია ჯანელიძე დუმილს არღვევს, ვინ შეადგინა ქართულ მეომარზე გავრცელებული სკანდალური განცხადება. არჩევანი ოლიმპიური ჩემპიონის სასარგებლოდ. მანუჩარ კვირკველია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ მოამბე 20-ზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. წლის ბოლოს დეპუტატებს ზრდილობას კიდევ ერთხელ ახსენებენ. შეწყვეტილი სხდომა, ხელჩართული ჩხუბი, გინება ტრიბუნიდან და დაზიანებული ინვენტარი. პარლამენტი დღესაც ფიზიკური დაპირისპირების ადგილად იქცა. მთელი 15 წუთის განმავლობაში სასესიო დარბაზში მხოლოდ უცენზურო სიტყვები და მიკროფონების სროლის ხმა ისმოდა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ პირდაპირ ტრანსლაცია შეწყდა და შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს. ვინ რამდენი პოტით უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციებში. ამ თემაზე დაწყებული დავა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ ტრიბუნიდან შეიგინა. დღევანდელი ინციდენტის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციებით ემუქრება, თუმცა შესაძლოა ფაქტი მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლოს. ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში სამართალდამცავები დააფიქსირეს. წლის ყველაზე ხმაურიან სესიას ნოდარ ჩაჩუა აშუქებდა, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. ნოდარ, რა ინფორმაციას ფლობ? მოსალოდნელია თუ არა, რომ დღეს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყოს? დიახთამთა არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირების დაიწყოს გამოძიება და აღნიშნული ფაქტი მხოლოდ რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციებით არ შემოიფარგლოს. დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა პარლამენტში დააფიქსირა ასევე სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებით. ჩვენი ინფორმაციით ისინი იმყოფებოდნენ იმერეთის მთავარი სამხარეოს მაღალჩინოსნები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ინციდენტიდან ძალიან მალე დაინტერესდნენ ინციდენტის დეტალებით, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს და აღნიშნეს, რომ ისინი პოლიციის წარმომადგენლები არ იყვნენ. რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ინციდენტით დაინტერესდეს სამართალდამცავი უწყება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელმა უწყებამ უნდა შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი, რადგან თავად რეგლამენტი აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ სანქციას, ხელფასიდან თანხის დაქვითვას და ამ შემთხვევაში, როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში განმარტა, ერთ-ერთი გამოკვეთილი არის აკაკი ბობოხიძე, რომელსაც სავარაუდოდ ხელფასიდან თანხა დაექვითება, ვინაიდან ის არ დაემორჩილა მანდატურების მოთხოვნას და ეტოვებინა დარბაზი. თავად მანდატურებს კი პარლამენტის თავმჯდომარისაგან ჰქონდა დავალებული, რომ აკაკი ბობოხიძე დარბაზიდან გაეყვანათ იმ უცენზურო განცხადების გამო, რომელსაც ინციდენტი მოყვა. აქ არა მარტო რაღაც პროცედურულ თუ პარლამენტის წევრის ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული დარღვევებს ჰქონდა ადგილი, არამედ ალბათ უფრო მეტიც და უკვე ამ შემთხვევაში ეს უკვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის კომპეტენციას ცდება და თუ საჭირო იქნება, ალბათ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმჯერონ ამ საკითხზე. ჯერჯერობით უცნობია გამოიკვეთება თუ არა აკაკი ბობოხიძის გარდა ინციდენტში მონაწილე სხვა დეპუტატების სანქცირების საკითხი და დაინტერესდება თუ არა სამართალდამცავი უწყებები აღნიშნული ინციდენტით, თუმცა თავად ფაქტი, რომელიც ერთი შეხედვით, როგორც თავად უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, საკმაოდ უწყინარ საკითხს, კოტირების საკითხს მოყვა, შემდეგ უკვე ასეთ მძიმე დაპირისპირებაში გადაიზარდა. დღეს პარლამენტში აცხადებენ იმას, რომ ამ მოწვევის პარლამენტს ასეთი ტიპის დაპირისპირება ჯერ არ ახსოვს. სამწუხაროდ თქვენ ძველ გზას ადგეხართ და მინდა გითხრათ, რომ მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედა რუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ იუარგებს ხალხო და იქნება დაალაგოთ. ვინ რა თქვა დედასა ის თქვა და თქვენი დედაც
გაკეთეთ, რომ იცოდეთ ბოდიშვილი საქართველოს მოსახლეობასთან. თქვენ თუ გონიათ იმას ამას დაგითმობთ რა. თქვენ თუ გონიათ იმას ამას დაგითმობთ რა. უმრავლესობის წევრების გაღიზიანება და ფიზიკური დაპირისპირება აკაკი ბობოხიძის გინებამ გამოიწვია. ვითარება სხდომათა დარბაზში იმდენად დაიძაბა, რომ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხელჩართულ ჯგუფში მთავარი დამხმარე ატრიბუტი საპარლამენტო მიკროფონი გახდა. შესვენება სხდომაზე. ქართული ოცნების დეპუტატებიდან განსაკუთრებით ყოფილი სპორტსმენები ზვიად ზვიადაური და სოსო ჯაჭვლიანი აქტიურობდნენ. გოგა ხაჩიძისთვის მოქნეული ხელით გამშველებელი დაზარალდა. ჯაჭვლიანის მუშტი ლევან ბერძენიშვილს მოხვდა. აკაკი ბობოხიძის შეურაცხყოფელი განცხადება დელეგაციებში ნაციონალური მოძრაობისთვის კვოტების შემცირებას მოყვა მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ განმარტეს, რომ კვოტებში ცვლილებები თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციაში გადასვლამ გამოიწვია. უმცირესობის შეფასებით კი დელეგაციებში ცვლილება იმის გამო ხდება, რომ საერთაშორისო ტრიბუნებზე მათ რუსეთის ფედერაციის კრიტიკის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ. ეს არის კონტექსტი, როდესაც სუსტდება დელეგაციაში იმ დელეგატების რაოდენობა, რომლებიც იბრძვიან და ეფექტურად იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული. ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია გადავიდა უმრავლესობიდან ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე 5 ძირითად წარმომადგენელში საქართველოს პარლამენტის აღმოჩნდა 2 უმრავლესობიდან, 2 ნაციონალური მოძრაობიდან, 1 თავისუფალი დემოკრატებიდან. პარლამენტში დეპუტატების დაპირისპირება დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც მანდატურებმა კანონმდებლების გაშველება შეძლეს, შეფასებები უკვე სხდომათა დარბაზის გარეთ გაკეთდა. ქართული ოცნება გამიზნულ პროვოკაციაზე საუბრობს, ნაციონალური მოძრაობის წევრები კი აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატთა ერთი ნაწილი არაფხიზლ მდგომარეობაში იყო. პარლამენტში არის ბრბოლო ჩვეულებრივი, აგრესიული ბო, ბევრი მათგანი არის ნასვამი და პატრონი აღარ აქვს საერთოდ პარლამენტს. გამოხდა და შეიგინა ბობოხიძემ და გაილახა. ეგ არის. მეტი რა უნდა მოხდეს? იმიტომ არის უზრდელი და მეტი აფერი. მისმა დღევანდელმა საქციელმა მის კი გამაკვირვა მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ დედამიწის ზურგზე არანაირი უზრდელობა კაკო ბობოხიძისგან არასდროს მეგონა არ გამიკვირდებოდა. დღეს მეც კი გამაოცა და ნუ მესმის რომ ნერვები ვერ მოთოკეს ჩემმა კოლეგებმა. რაც არ უნდა ხინჯი გააჩნდეს ოგულში. ასე რომ მოიქცევა, მას პარლამენტში არაფერი არ ასაქმება. ამაზეა ლაპარაკი და რა ამან გამოს კაკო ბობოხიძე ვინ შეიგინა მიკროფონში ეს მარტო პარლამენტის წევრს კი არ აგინა მარტო რაღაცა ინდივიდუალური პრივატული პრობლემა კი არ ქონდა თელ საქართველოში აგინა მან დღეს იძულებით გამოცხადებული შესვენების შემდეგ პლენარული სხდომა უმცირესობის გარეშე გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს წესრიგის დამღობი დეპუტატების დასჯის პირობა დადო. პარლამენტში მსგავსი მოვლენები შეუძლებელია დარჩეს რეაგირების გარეშე და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და ღონისძიება უნდა ამოქმედდეს და ეს უნდა იყოს ცნობილი
საჯაროდ ყველასთვის მოქალაქეებისთვის. პარლამენტის შენობასთან დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებიც იყო გამოძახებული, თუმცა არც ერთ დეპუტატს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ინციდენტის შემდეგ რამდენიმე დეპუტატს აღენიშნება სხეულის მსუბუქი დაზიანება, ასევე დაზიანებულია თავად სტომათა დარბაზში გახმოვანების აპარატურა და თავად უმცირესობის წარმომადგენლები ხელს იშველენ უმრავლესობისაკენ, თუმცა უმრავლესობა აცხადებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უმცირესობის სახელით ბოდიში უნდა მოიხადოს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა რომელიმე უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით რაიმე სახის მოკვლევა. გმადლობთ ნოდარ, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პარლამენტში ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ სამთავრობო გეგმასაც, რომელიც დღეს პრემიერმა დაანონსა. პასუხი მოქალაქეებს, რომელთა საჩივრები პროკურატურაში 2 წელია დევს. მომავალ წელს ბადაშვილის უწყებაში უნდა შეიქმნას სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც წინა ხელისუფლებასთან მოდავე პირების საჩივრებზე და მათი კომპენსირების საკითხზე იმუშავებს. მითითებულ პირთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მათ შორის ის მოქალაქეებიც იგულისხმებიან, რომლებიც წინა მთავრობას საკუთრების ხელყოფის, ქონების ჩამორთმევის ან უკანონო დაკავების გამო ედავებიან. ყოფილ ხელისუფლებო პარტიაში მსგავს ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა დღეს მოამბე ერთ-ერთი მეწარმე შეხვდა, რომელიც სწორედ წინა ხელისუფლების გამო თავს დაზარალებულად მიიჩნევს. ეს რუსთავის ბაზარია, რომლის დაბრუნებასაც ყოფილი მფლობელები უკვე 2 წელია ითხოვენ. ამ შინაარსის საჩივრით მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმართეს. ბაზრის ყოფილი მფლობელები ამბობენ, რომ ქონება 2010 წელს მუქარითა და ზეწოლით დაათმობინეს და პროცესში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი მონაწილეობდა. გამიბარა კირკიტაძემ და ოფიციალურად მოითხოვა, რომ გაგვეთმო ბაზარი და გავსულიყავით და ბაზარი გადაგეფორმებია მაგათთვის. მე წინააღმდეგობა გაუწია, ყველა ჩვენგანმა მოწინება ვარი განაცხადეთ წილის გადაფორმებაზე და იყო მუხარები და ეს მუხარები მოიყვანეს სისრულეში, ჯერ ჩემი შვილი დაიჭირეს, მე დამიჭირეს. შვილების და ბატონ დურიშხანის საფასურად დაგვარკვიეს ბაზარი. ბაზარის წაიღეს საპროცესოში კიდო 5,000 ლარი წაგვართვეს. საკითხის განხილვა სავარაუდოდ პროკურატურის ახალ დეპარტამენტს მოუწევს. სპეციალურმა სამმართველომ ის საჩივრები უნდა შეისწავლოს, სადაც მოქალაქეები ქონების ჩამორთმევას და სხვადასხვა მიზეზით მათ მიმართ სამართლებრივი დევნის შედეგებს აპროტესტებენ. კონკრეტული გეგმის წარმოდგენას პრემიერი საზოგადოებას თებერვლისთვის დაპირდა. ამავე გეგმაში უნდა იყოს გაწერილი მექანიზმი, როგორ მოხდება ქონების დაბრუნება. საქმე ეხება უკანონო ჩამორთულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ათასობით ადამიანზეა საუბარი, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში. ამ ადამიანებს სჭირდებათ შეფასება. შეიქმნება სპეციალური სამმართველო, ან დეპარტამენტი ამას პროკურატურა თუ განმარტავს. თებერვლამდე ჩვენ უკვე წარუდგენთ კონკრეტულ გეგმას, აქ აღარ იქნება ზოგადი საუბრები. კონკრეტულ გეგმას თუ როგორ ვაგვარებთ, რა მექანიზმით ვაგვარებთ ამ ქონების დაბრუნებას. პროცესების გამჭვირვალეობის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაციაც სწორედ ყოფილი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიების მქონე მოქალაქეთა საქმეების გამოძიება იყო. თუ კი ასეთი ჯგუფი ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება მისამნებელი და რეალურად ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციის გათვალისწინება. მთავარი არის, რომ ეს პროცესი დაიწყოს, პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და რეალურად ყველა განცხადებაზე კონკრეტული შედეგი დადგეს. ნაციონალურ მოძრაობაში ბრალდებებს უარყოფენ და პრემიერის განცხადებას აკრიტიკებენ. ინიციატივას დაგვიანებულს უწოდებენ ხარიბაშვილის ყოფილი თანაგუნდელები. უკვე ცნობილია, რომ დეპარტამენტს კონკრეტულ მასალებს გადაუგზავნის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. თუ ვინმეს უკანონო ჩამოერთვა რაიმე ქონება წინა წლებში, სახელმწიფომ ცხადია, რაღაც კომპენსაცია უნდა გაიღოს, ან ეს ქონება რამენად უნდა დააბრუნოს, თუ ესეთი ფაქტები არსებობდა, მაგრამ ჩემი საზრით ის განცხადება, რომ ხარიბაშვილმა გააკეთა, არის თავიდან დაბრუნდა ტყუილი, არანაირი ესეთი რაღაც გამოძიება არ ტარდებოდა და არც არანაირი დეპარტამენტი არ შეიქმნება. ეს ხელისუფლება საუბრობს, რომ ეხლა გაგვახსენდა ჩვენ რომ უამრავ ადამიანს იყო და ჩამორთვეული ქონება უკანონო, დღეს იქნება რაღაც დეპარტამენტი პროკურატურაში იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. მე ვფიქრობ, რომ ცოტა არასერიოზულად ჩა. პარლამენტი მზად არის, რომ იმუშაოს პროკურატურასთან ერთად და ყველა ეს ინფორმაცია, რომელიც ჩვენთანაც არის შემოსული, ათასობით ასეთი განცხადება, ჩვენი მოქალაქეების ერთობლივად ვიმუშაოთ ამ პროცესში, რომ ჩვენი აი ამდენი ხნის მოლოდინი მოსახლეობის იყოს რეალიზებული.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით პროკურატურამ 2 წლის განმავლობაში ყველა ის საჩივარი შეისწავლა, რომელიც ჩამორთმეულ ქონებას, ბიზნეს და სასამართლო გადაწყვეტილებებს ეხებოდა. ახლა მოქალაქეები კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან. ინიციატივის ავტორმა დღეს ისიც თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება. მოქალაქეთა საჩივრებზე კონკრეტული გეგმის გამოქვეყნება მედიასთან პრემიერის შემაჯამებელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. მთავრობის მეთაურმა დღეს ბოლო 1 წელი შეაფასა. ბუნებრივია შეკითხვების დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაისვა. რა გეგმა აქვს ქვეყნის მთავრობას მოსკოვის პროვოკაციების და ოკუპირებული რეგიონებისთვის მომზადებული შეთანხმებების პასუხად. მოამბის ჟურნალისტის ამ კითხვის პასუხად პრემიერი ერთადერთ ბერკეძე მიუთითებს და ეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილი ხასს უსვამს, რომ ოფიციალური თბილისის მხარდაჭერა ჰუმანიტარულ დახმარებას და პოლიტიკურ განცხადებებს მოიცავს. ამ თემაზე საუბრის დროს დღეს პრემიერს ასევე კითხეს მიჩნევს თუ არა ვლადიმერ პუტინს საქართველოს და უკრაინის მტრად. ქეთი ქარდავა ესწრებოდა შემაჯამებელ პრესკონფერენციას. ქეთი პირდაპირ ეთერში ხარ, რა პასუხები მოისმინე დღეს პრემიერ-მინისტრისგან? თამთა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ რთული სიტუაციაა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ცუდი სიგნალი არის ის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებები, რომლის გაფორმებასაც აპირებს რუსეთის ხელისუფლება ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობის გეგმა არ იცვლება და მთავრობა ფიქრობს, რომ უნდა იყოს კონსტრუქციული, თუმცა პრინციპული ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. პრემიერმა კონკრეტულად არ გაგვცა პასუხი იმაზე, თუ როგორია საქართველოს ხელისუფლების გეგმა და სტრატეგია. გითხრა, რომ არსებობს სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ეფექტიანად მიმდინარეობს. პრესკონფერენციის მეორე ნაწილში პრემიერი საუბრობდა, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით 2014 წელს იყო გარკვეული ხარვეზები, თუმცა არც ეს დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა ხარვეზებში. კულმინაცია კი პრესკონფერენციაზე სწორედ ტაბულას ჟურნალისტის დასმული კითხვა იყო, არის თუ არა რუსეთი მტერი. არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს და უკრაინის საერთო. იცით რა არის, თქვენი შეკითხვა არის პროვოკაციული. მე გეტყვით. ეს არის თქვენი კითხვა არ არის. ეს არის მომზადებული კითხვები ნაციონალური მოძრაობის. და არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს და უკრაინის საერთო მტერი. თქვენ მიიღეთ ამ კითხვას. კი ან არა ბატონო პრემიერ. დიდი მადლობა. მე გითხარით, რომ მტერი არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, კი ბატონო, და ჩვენი ხალხის მტერი, თუ ასე გინდათ. არა, ამას თქვენ ამბობთ. მე პუტინზე გითხარ. არა, მე ვამბობ, იმიტომ მე დაგისაბუთეთ. მე დაგისაბუთე გითხარით, რომ ის რაც აკეთებს ყოფილი მთავარსარდალი არის სირცხვილი. პოლემიკა პრემიერსა და ჟურნალისტ შორის ამით არ ამოწურულა. პროვოკაციული და გაუაზრებელი პრემიერმა პუტინზე დასმულ კითხვასთან ერთად მისი აზრით ამ კითხვის ავტორების, ნაციონალური მოძრაობის წევრების ქმედებებს და განცხადებებს უწოდა. პრემიერმა თემაზე საუბარი გააგრძელა მას შემდეგაც, რაც მიკროფონთან ტაბულას ჟურნალისტი გურიან ნიუსმა შეცვალა. ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. რუსეთის რუსული ჯარი გვიდგა ჩვენს ტერიტორიაზე. 20% არის ოკუპირებული. და არის ურთულესი ვითარება რეგიონში. უკრაინა არის ცეცხლისწყალში გახვეული. და თქვენს ფავორიტ სააკაშვილს სწორედაც მე მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი საზრუნავი აქვს. რომ მოხდეს საქართველოში კონფლიქტი არეულობა. და საქართველო კიდევ შევიდეს შეერღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. აი ეს არის ჩემო ზურფასებო მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ამას ჩვენ არ დაუშვებთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა. და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი თქვენს წინაშეც, მათ შორის თქვენ ჩვენი მოქალაქე ხართ. თქვენს არ გესმით ალბათ, მაგრამ ეს ასეა. განცხადება და მთელი, ასე ვთქვათ, ფილოსოფია იმაში კი არ არის, რომ ვინ უფრო რამდენად გაბედულად იტყვის, მტერია თუ არ არის, თან შეაგინებს თუ არ შეაგინებს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენს თითოეულ განცხადებაზე. მე ვარ მთავრობის მეთაური, მე უნდა გავაკეთო ის განცხადება, რომელიც იქნება კეთილდღეობის მომტანს, იგეც მომტანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის. და რა ის რომელი უფრო დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. თუ თქვენ გასიამოვნოთ უბრალოდ ამ განცხადებით და რაღაც ოსკაციანი სექტა ნაციონალური მოძრაობის, მე ამას არ დაუშვებ, იმიტომ რომ მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ხალხის და ქვეყნის წინაშე. პრემიერმა ისაუბრა პუტინზე პრესკონფერენციის დასაწყისშიც, თუმცა სხვა კონტექსტში. მაშინ, როდესაც ჩვენ მას კითხვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობაზე დაუსვით. ჯერ ნაადრევია მე ვფიქრობ, საუბარი იმის დაკავშირებით თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, რა ფორმატით შედგება. პასუხი არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მზაობა გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ უნდა შედგეს ასეთ შეხვედრა, მაგრამ ამას შედგება ძალიან კარგი მომზადება.
რომ შეხვედრა იყოს შედეგიანი. რა გეგმები აქვს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიისკენ მიდის. შემუშავებული გვაქვს ჩვენ სამოქმედო გეგმა, არა თუ სტრატეგია, არამედ სამოქმედო გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომელზეც საგარეო უწყება მუშაობს უკვე თვეების განმავლობაში. მე მგონი საგარეო უწყება არის მეტად გახსნილი და გვაქვს თქვენ სრული ინფორმაცია, ამას ჩემგან არგებულობთ, ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვართ და ვიქნებით. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულების ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც რეალურად განაპირობა მათმა გაუაზრებელ პოლიტიკამ ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. რა თქმა უნდა, მე მათ კრიტიკას ვერ მივიღებ და არ მივიღებ. ისინი არიან პასუხისმგებელი იმ საშინელებაზე, რაც დატრიალდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ 100-ზე მეტი ახალი სოფელი, ახალი ტერიტორიები, კოდორის ხეობა. არის თუ არა უკრაინაში ქართველების ბრძოლა ქართული საქმე? ამ კითხვით გაიხსნა დღეს პრესკონფერენციაზე უკრაინის თემა. ქართული საქმე არის ჩვენი საქმე, ქართული საქმე. უკრაინაში ქართველების ბრძოლა, მე ხა გითხრათ, მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ჩვენ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენდით. პრემიერის პასუხი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილს თხოვეს განემარტა, თუ რას ემიჯნება საქართველო. მთელი მსოფლიო არის გამიჯნული სამხედრო ოპერაციებში, არ მონაწილეობს არც საქართველო, არც მთელი მსოფლიო უკრაინაში. რა ვერ გაიგეთ აქ? რა არის აქ გაუგებარი? ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი დახმარება, ჩვენი მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით. ჩვენი ძვირფასი უკრაინელი ხალხის და უკრაინელი მთავრობის მიმართ. ჯერ უცნობია თუ როდის შედგება პრემიერის პირველი ვიზიტი უკრაინაში, რომელიც 2015 წლის დასაწყისში იგეგმებოდა. შესაძლო ვიზიტზე ჩამოვყალიბდებით. ასეთი იყო დღეს ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი. დიდი მადლობა ყველას. პრესკონფერენციის დასრულებიდან 2 საათში მინისტრები შეიკრიბნენ მთავრობის ხდომაზე და ჟურნალისტებმაც სწორედ პრესკონფერენციაზე დასმული საკითხები გააგრძელეს სწორედ კანცელარიაში და მთავარი კითხვაც დღეს მთავრობის ხდომის დაწყების დროსაც და დამთავრების შემდეგაც სწორედ ეს იყო. რას ფიქრობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, არის თუ არა რუსეთი მტერი? სამოქმედო გეგმა, რომელიც თითქმის პუტინი ადამიანი როგორც ადამიანი იყოს მტერი, ვისი მტერი უნდა იყოს? აბსურდული კითხვა არ გიწყინოთ თქვენ. თქვენ იმედია თქვენ დაგისვათ ეს კითხვა, იმიტომ რომ ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. გინ პუტინი იყოს და გინ ვინც უნდა იყოს. სახელმწიფოს მტერი შეიძლება იყოს სახელმწიფო. პუტინის რუსეთი დღეს არის სახელმწიფო, რომელიც სისტემატიურად აღრღვევს სამწუხაროდ საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს, რომელიც დღეს არის დიდი საფრთხე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ეს არის ქვეყანა, რომელიც დღეს არა მარტო ოკუპანტია ჩვენი სამშობლოს 20%-ის, არამედ მიზანმიმართულად დგავს ნაბიჯებს ანექსიისკენ. ჩემ პირადი მოსაზრება იქნება, რომ იარლიკების მიწებებაზე ნაკრებად ვიფიქროთ, მაგრამ გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. რუსეთს დაპყრობილი და მიტაცებული და შეერთებული უკვე 50 თუ 70 წელია იაპონიის კუნძულები, მაგრამ იაპონიას აქვს ამ ქვეყანასთან ურთიერთობები, ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია რუსეთის. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობიდან. პირველი სწორედ ყველაზე მეტად პრემიერ-მინისტრმა ეს პოლიტიკური ძალა გააკრიტიკა. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სტრატეგია ხელისუფლებას არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და არც იმ დროს, როდესაც ანექსიის მცდელობა და ეს პრესკონფერენციაზე დღეს კარგად გამოჩნდა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი დაიცვეს პრემიერი და მათ განაცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, როდესაც ვლადიმერ პუტინზე იყო საუბარი. რუსეთის ამეზობლო მთლიანად ხანგრძლივად პუტინი არის მტრული სახელმწიფოს ლიდერი. თუ სურდა რომ კორექტული ფორმით ერთხვა, ასე ვთქვათ, ამის შესაძლებლობა უამრავი არსებობს. მაგრამ პასუხი რომ პუტინი კი არა, სააკაშვილი და პოლიტიკური ოპონენტები არიან მტრები, ეს არის დიაგნოზი ამ ხელისუფლების ივანიშვილის და ღარიბაშვილის კიდევ ერთხელ დასმული. მთავრობის პოლიტიკამ, როდესაც ისინი არ არქმევენ პრობლემებს თავის სახელს,
რა შედეგებამდე მივიყვანა? რამე გამოასწორა ამ ქვეყანაში? საოკუპაციო ხაზმა არ გამოიწია. აფხაზეთთან არ გაფორმდა ხელშეკრულება ფაქტიურად ანექსიაზე. არ გაფორმდა ხელშეკრულება ცხინვალთან. სამთავრობამ საერთოდ საქართველოს საკითხი მოხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან. რამე ხელშესახები ხეირი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ აი ესეთი ლაქუცით. მაშინ ილაპარაკო რომ მთავარი პარტნიორია. თუ მტერი არა, ესე იგი მთავარი პარტნიორია და რას მოუწევს ეს ქვეყანას? არა, პუტინი არ არის საქართველოს მტერი. ეს შემიძლია გითხრათ, მე მას ვარ შეხვედრილი, მე მასთან მაქვს არაერთი საუბარი განხორციელებული და ის არ არის საქართველოს მტერი. ძალიან ცუდი განცხადებაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არის ესეთი ქართული გამოთქმა, სხვისი ჭირი ღობის ჭხირიო, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნეგატიური შეფასებები მოყვება ჩვენ ქვეყანაში და საზოგადოება ამ ასეთ ტიპის განცხადებას არ იზიარებს. ბაშულმა ძალიან კონკრეტული კითხვა გასცა, რომ ის ვერ ჟონგლიორებს კამერების წინაშე, მან თქვა, რომ მისი ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, მან თქვა, რომ ის ქვეყანას აქვს უზარმაზარი პრობლემები, სწორედ რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი და ამ ადმინისტრაციის მიერ შექმნილი, რომელიც არის იმ ქვეყანაში და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი კონტაქტი იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცა მე თქვას, რომ აი შეხვედრა ხო შედგა და ეს უკვე თავისთავად პროგრესია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კონკრეტული იყო მისი პასუხი. ასე ჩაიარა თამთა დღეს პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელმა პრესკონფერენციამ ჟურნალისტებს კიდევ ბევრი კითხვა ჰქონდათ და მათ ბოლომდე არ მიეცათ საშუალება რომ ეს კითხვები დაესვათ პრემიერ-მინისტრს ეჩქარებოდა სხვა ღონისძიებაზე და პრესსამსახურის წარმომადგენლებმა მათ პირობა მისცეს რომ ამის საშუალება ექნებათ სხვა დროს. გმადლობთ კეთი, ეს იყო კეთი ქარდავა, რომელიც დღეს პრემიერთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. პასუხები ოპონენტებს და ყოფილ თანაგუნდელებს ურთიერთობა პრეზიდენტთან და ექს-პრემიერთან ახლა პრემიერის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებს შემოგთავაზებთ, რომლებიც შიდა პოლიტიკურ პროცესებს ეხება. მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება და კოალიციის დაშლა. რას ფიქრობს გუნდიდან წასულ ირაკლი ალასანიას პარტიაზე და უნდა ველოდოთ თუ არა მომავალ წელს მთავრობაში საკადრო ცვლილებებს. შიდა პოლიტიკაზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრის მწვავე კრიტიკის ობიექტი ისევ ყოფილი სახელისუფლებო პარტია იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნები გუნდელების მიმართაც აქვს. გიორგი ფუტკარაძე მედიასთან შემაჯამებელი შეხვედრის რამდენიმე ყველაზე საინტერესო ფრაგმენტით. ვის მიიჩნევთ ბატონო ირაკლი ჭეშმარიტ არის სხვა ოპოზიციაც არის ხო? ანგარიშგასაწევად. ანგარიშგასწევი არავინ არ ჩანს ჯერჯერობით. კონკურენტებს ვერ ხედავს ნაციონალურ მოძრაობას დესტრუქციულ სექტას უწოდებს, ხოლო ირიბად კი ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს. წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, სადაც პრემიერს ოპონენტებზე ჰკითხეს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მათ ხშირად გაუაზრებელი ამბიციები აქვთ. ისინი მოქმედებენ არა საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებენ ვიწრო პარტიული ინტერესებით. აი ამ შემთხვევაში უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას. ნაციონალურ მოძრაობას მე არ მივიჩნევ, არც ოპოზიციად, არც ოპონენტებად. ეს არის ძალიან სამწუხაროდ ჩამოყალიბდა და ეს რაღაც ზალა გარკვეულ დესტრუქციულ სექტად. შენიშვნები მთავრობის მეთაურს კოალიციასთანაც აქვს, ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, არჩევნებამდე კოალიციური ერთობა შენარჩუნდება, შესაძლოა არჩევნების შემდეგაც, თუმცა არაფერს გამორიცხავს. შენიშვნები კი კოალიციის ცალკეული წევრების განცხადებებს ეხება. ესეც რა თქმა უნდა, მე არ ვისურვებ ზოგადად, რომ ღიად ხდებოდეს, მე ვისურვებდი, რომ საკითხების განხილვა შიგნით ხდებოდეს და შემდეგ ხდებოდეს, თუ ვერ შევთანხმდებით შიგნით, შემდეგ ხდებოდეს საზოგადოებაში ამის გამოტანა. პარალელურად მთავრობის მეთაური პარტია ქართული ოცნების გაძლიერებას გეგმავს. მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში პარტიას საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა, თუმცა მომავალი წლიდან ამ კუთხით ცვლილებები იქნება. ზოგადად პარტიულმა საქმიანობამ მე არ ვიტყოდი, რომ შეწყვიტა საქმიანობა, მაგრამ უბრალოდ შენელდა და ამის გამოცოცხლება იგეგმება იანვრიდან. დაუბრუნდება თუ არა პარტიას და პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი, პრემიერის პასუხია არა, მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრემიერის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ახლაც არ ეთანხმება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მესამე სექტორის გაძლიერებაზე მუშაობს და მასთან არანაირი პოლიტიკური კონსულტაციები არ მიმდინარეობს. რაც შეეხება სავარაუდოდ პარტიაში დაბრუნებას, ამის თაობაზე არავითარი კონსულტაცია არ გამართულა. და თუ ასეთი მოხდება არც იქნება დამარული. დღეს მედიის ყურადღების ცენტრში მინისტრების მუშაობაც მოექცა. მედიას საკადრო ცვლილებებით დაინტერესდა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია. არ აქვს შენიშვნები დავით შავლიაშვილთან, რომლის გაშვებაზეც ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ. რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, მიუხედავად ბოლოდროინდელი ინფლაციისა და იმისა, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისებასთან დაკავშირებით პრობლემებია, პრემიერი მაინც კმაყოფილია. ბევრის ბიუჯეტი შეიძლება დაიგეგმა რაღაც უფრო გააჭარბებით თავის დროზე
და ფაქტობრივი შესრულება გამოვიდა, ზოგმა ეკონომიები გააკეთეს. ხა ამის გამო უნდა და არ უნდა დავსაჯო მინისტრები მე მგონი. მე კმაყოფილი ვარ, ძალიან აქტიურად, ეფექტიანად მუშაობს დავით ჩავლიაშვილი. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან რისკიანი, ასე ვთქვათ, მენეჯერია. არ იყო, რა თქმა უნდა. ეს შეურაცხყოფაც კი არის, ახლა თქვენ ასაკეთებთ. პრემიერის გაღიზიანება თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გაზეთ რეზონანსის დასმულ შეკითხვას მოჰყვა. შეთანხმებული იყო თუ არა სამინისტროს სკანდალური განცხადება მასთან. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. თუ ეს იქნებოდა განცხადება შეთანხმებული ჩემთან, რა თქმა უნდა, მე ამას ჩემ თავზე ავიღებდი. მინისტრები არის იმიტომ არიან მინისტრები, რომ ისინი მართავენ სამინისტროებს. პრემიერის კრიტიკის ობიექტი დღეს მედიაც იყო. ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების მუშაობით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ მედია ხშირ შემთხვევაში სიცრუის ტირაჟირებას ახდენს. აკონტროლებს თუ არა მთავრობა მედიას, ან ერევა თუ არა მაუწყებლების საქმიანობაში, მთავრობის მეთაური ამას კატეგორიულად უარყოფს. ზოგადად მე მინდა მოკლე შესავალი გავაკეთო და კიდევ ერთხელ განუმარტო საზოგადოებას. სპეკულაციების საუბრები მის სახებ რომ ხელისუფლება ერევა ამა თუ იმ ტელევიზიაში ჩერტი ამის არც ერთი ფაქტი არ გაქვთ არავის. ჩვენ ტელევიზიებს უნდა დავარქვათ რეალურად სამწუხაროდ სააკაშვილი, იმიტომ რომ სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. 2.5 საათი და 50-მდე კითხვა. ასეთ იყო წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია, სადაც პრემიერმა რამდენიმე ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა. მათ შორის 2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გაზრდილი პენსია და სპეციალური სერვისები ექნებათ. რამდენიმე დღიანი მოლოდინის შემდეგ თავდაცვის მინისტრი დუმილს არღვევს. მინდია ჯანელიძე დღეს პირველ კომენტარს აკეთებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის შესახებ გაკეთებული განცხადებაზე, რომლის გამო თავდაცვის უწყება მწვავედ გააკრიტიკეს. ჯანელიძე განცხადების გამო პასუხისმგებლობას იზიარებს, თუმცა ტექსტი შინაარს ტექნიკური ხარვეზით ხსნის. პირველი მოადგილის შემდეგ მედიასთან ახლა უკვე უწყების პირველი პირი ამბობს, რომ გამოქვეყნებული და 24 საათში წაშლილი განცხადება მასთან შეთანხმებული არ იყო. რატი ხვისტანმა მოისმინა მინდია ჯანელიძის პოზიცია, რატი კონკრეტად თუ არა დღეს მინისტრმა ვინ შეადგინა განცხადება. უშუალოდ ვინ ან რომელმა დეპარტამენტმა გაავრცელა 20 დეკემბრის სკანდალური განცხადება მინდია ჯანელიძეს დღეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი თქმით ყველა ვინც შეცდომა დაუშვა შესაბამისად დაისჯება. თავდაცვის მინისტრმა პირველი კომენტარი ამ თემაზე გაკეთებული განცხადებიდან მე-6 დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ შეცდომა გაანალიზებულია და მომავალში აღარ განმეორდება. მე პასუხისგებლობას არ ვიხსნი, მიუხედავად იმისა, გაცნობილი ვიყავი ტექსტ თუ არა, ჩემ უწყებაში რა ხდება, ამაზე პასუხისგებლობა მე მაქვს. უნებრივია. ეს არ იყო რაღაც შეგნებული შეცდომა, ეს არ იყო წინასწარ განზრახული შეცდომა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ტექნიკური ხარვეზი. რაღაც მიზეზების გამო მე საბოლოო ტექსტს ვერ გავეცანი, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, შესაბამისად მოხდა შეცდომა, ვაღიარეთ ეს შეცდომა, დავინახეთ ეს შეცდომა და მივიღეთ ზომები, რომ აღარ განმეორდეს ეს მომავალში. ვინ დაწერა ბატონო? ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვაინტერესებს ვინ არა, გასაგებია, ვინ დაწერა, ამას ტექსტს ვინ სამზადებს, ის იმ დანაყოფმა დაწერა. ყველა ვინც ამ ეს შეცდომა დაუშვა და თავისი იმ დოზის და ხარისხის შესაბამისად აგებს პასუხს. ეს ეხა თუ ვინმეს უნდა რომ ეს იყოს ვიღაცის დახვრეტა, ეს ნამდვილად ესე ვერ იქნება. თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების შესახებ განცხადება 20 დეკემბერს გაავრცელა და პასუხისმგებლობა მომხდარზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა. მომდევნო დღეს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან განცხადება წაშალეს. თემაზე კომენტარი რამდენჯერმე გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები კი გაკეთებული განცხადების შემდეგ მინდია ჯანელიძის გადადგომას ითხოვდნენ. გვადლობთ რატი, მინდია ჯანელიძის პოზიცია რატი ხვისტანმა გაგვაცნო. და დღის სხვა ახალი ამბები პრეზიდენტმა დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციას მოусმინა. გიორგი მარგველაშვილი და უშიშროების საბჭოს წევრები 6 პოლიტიკური პარტიის წევრებს შეხვდნენ. მთავარი სასაუბრო თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. მხარებმა იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთთან უკვე ხელმოწერილი და ცხინვალთან გასაფორმებელი მეკავშირეობის ეგრეთ წოდებული შეთანხმებებითაა მოსალოდნელი. საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო აუდიენციასაც. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი განმარტავს, ამ ეტაპზე აუდიენციის სამზადისი არ მიმდინარეობს. კრემლის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის მომზადებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების განსახილველად პრეზიდენტი მომავალ კვირას საპარლამენტო უმრავლესობასთან და მესამე სექტორთან აპირებს შეხვედრას.
მიმდინარეობს როგორც აფხაზეთის ისე სამხრეთ ოსეთის ანექსიის შემდეგი ეტაპი. რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან არის ღია შემოთავაზება, რომ დაიწყოს ფართომასშტაბიანი დიალოგი ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა იყოს გაბედულება, რომ ეს საკითხი დააყენოს ყველაფერზე მაღლა. გამოითქვა ბევრი განსხვავებული აზრი, მაგრამ სწორედ აი ამ აზრების შეჯერებისათვის არის მოწოდებული ეს ფორმატი. არაერთხელ პრეზიდენტს გამოუთქვია თავისი მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი საუბარი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმ რთულ საკითხებს, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ტკივა საქართველოს, ის მზად არის შეხვდეს ნებისმიერ პიროვნებას, მაგრამ დღეისათვის ისევ და ისევ ხაზს უსვამ, რომ ამის, ასე ვთქვათ, დიპლომატიური სამზადისი არ მიმდინარეობს. ხმაური წარიმართა საკრებულოში ბიუროს ხდომა დეპუტატები პროექტ პანორამა თბილისის საპროტესტო აქციის ფონზე მსჯელობდნენ დაპირისპირების მიზეზი იმ ტერიტორიის ლანდშაფტური სტატუსის შესწვლა, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება. კერძოდ ტერიტორიის ნაწილს სარეკრეაციო ზონა 3-ის ნაწილს კი საცხოვრებელი ზონა 2-ის სტატუსი მიანიჭეს. მერიის გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა დეპუტატმა არეკო ელისაშვილმა ასევე საკრებულოს ნაციონალურმა ფრთამ გააპროტესტა. ხმაურის მიზეზი გახდა პროცედურული საკითხებიც. სტატუსის შეცვლას უარყოფითად ხვდებიან გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც საკრებულოს წინ დღეს აქციას მართავდნენ. რასაც ეხა ვაკეთებთ, არის ჩუმად გატანა დღის წესრიგშიც არის. საჯარო განხილვაზე ვერაფერს ვერ მიაღწევ. ზოგს უნდა, ზოგს არ უნდა. იმიტომ რომ 500 ჯერ დავესწარეთ ასეთ საჯარო განხილვას. ეს ყველაფერი ახალი წლის წინა დღეებში საგანგებოდ მიმაჩნია იმისთვის შემოტანილად, რომ ახალი წლის გოჭზე ფიქრში საზოგადოებამ ვერ მოიცალოს, თუნდაც ტელევიზიით ეს გაშუქდეს და ამაზე არ კონდეს შესაბამისი რეაქცია. ეს პროცესი იყო სრულიად ღია. ჩვენ კონდეს არამხოლოდ საზოგადოებას, არამხოლოდ იმ ორგანიზაციებს, ვინც კულტურული მემკვიდრეობის და ეკოლოგიის კუთხით არსებობს, არამედ პროფესიულ საზოგადოებასაც იმის საშუალება, რომ ჩავერთოთ ამ პროცესში, დავასაბუთოთ ჩვენი მხარე, რაც აქამდე არ ყოფილა, თორემ თქვენ დაგემართებათ მართლა ის, რაც დაემართათ ნაციონალებს. ყველა პროცედურა იყო დაცული და ეს მათი პრობლემაა, თქვათ, იცოდნენ თუ არ იცოდნენ. იმიტომ რომ მათ ეს მასალები გადაეგზავნათ, ალბათ ცოტა ბევრი საკითხი იყო დაეზარათ ჩაკითხვა ბოლომდე და იყოს საკითხი შეტანილი ერთ-ერთი საკითხი 40-დან რა. აქედან გამომდინარე რომ ის რომ არ იცოდე და მოულოდნელობას წარმოადგენდა, ესე არა. თბილისში გამსახურდიას გამზრდა პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნეს. ახალ შენობაში თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფები განთავსდებიან. პრეზენტაციას პრემიერთან ერთად ჩინაგან საქმეთა მინისტრი, დედაქალაქის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეს არის ერთ სივრცეში განთავსებული 3 სამართალდამცავი სამსახური, შესაბამისად უფრო ეფექტური კოორდინაცია და სწრაფი რეაგირება დანაშაულზე. რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო დოქტრინის ახალ ვერსიას მოაწერა ხელი. ამ დოქტრინაში რუსეთისთვის მთავარ საგარეო საფრთხედ ნატოს გაფართოებაა დასახელებული, ასევე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განმავლობა. რუსული მედიის ცნობით, ფედერაციის სამხედრო დოქტრინის ახალი ვერსია ასევე ძირითად სამხედრო საფრთხედ განიხილავს რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეებისადმი ტერიტორიულ პრეტენზიებს და მათ შიდა საქმეებში ჩარევას. დოკუმენტი საერთო ჯამში რუსეთისთვის 14 ძირითად სამხედრო საფრთხეს განიხილავს და ის ძალაში ხელმოწერისთანავე შევა. უკრაინის საკითხზე მინსკში დღეს დაგეგმილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა აღარ გაიმართება. ინფორმაციას ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, თუმცა ძალაში რჩება ტყვეთა გაცვლის შესახებ 24 დეკემბერს მიღებული შეთანხმება. გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის ხელისუფლება 225 სეპარატისტ ტყვეს 150 უკრაინელ სამხედროში გაცვლეს. ტყვეთა გაცვლის ადგილი და ზუსტი დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. უკრაინის ხელისუფლება დონბასის კონფლიქტში მონაწილე იმ პირთა ამნისტიის საკითხსაც განიხილავს, რომელთაც საბრძოლო მოქმედებებში პირადად მონაწილეობა არ მიუღიათ. ბრიტანულმა თაიმსმა გერმანიის კანცლერი წლის ადამიანად დაასახელა. გამოცემა მაღალ შეფასებას აძლევს ვლადიმერ პუტინსა და დასავლეთ შორის დიალოგის ხელშეწყობაში გერმანელი პოლიტიკოსის წვლილს. ქალბატონმა მერკელმა გამოავლინა, რომ წელსის რუხი კარდინალი იყო მაშინ, როდესაც დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის ურთიერთობამ ცივი ომის შემდეგ ყველაზე საშიშ მაჩვენებელს მიაღწია. მერკელი მამაცურად მოიქცა იმ მძიმე წუთებში, როდესაც ის პირისპირ იყო განმარტოვებული ვლადიმერ პუტინთან ერთად საკუთარ ნომერში, სადაც რუსეთის პირველ პირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. დიდი ოცეულის სამეფის ფარგლებში ნათქვამია თაიმსის სტატიაში.
არჩევანი ოლიმპიური ჩემპიონის სასარგებლოდ მანუ ჩარკვირკველია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია სპორტის ახალ ამბებს ახლა ოთარ გიორგაძე გაგვაცნობს ოთარ საღამომშვიდობისა. მოგესალმებით, ამთა საკმაოდ დაძაბული იყო საარჩევნო პროცედურა მომდევნო 2 წლის მანძილზე ჭიდაობის ფედერაციას მანუ ჩარკვირკველია ხელმძღვანელებს ცვლად რამდენიმე წამში. ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ყავს. რიგარიში საარჩევნო ყრილობაზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუ ჩარკვირკველიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვალერი გელაშვილს მოუგო. უკვე ცნობილია 36 წლის სპორტსმენის პრიორიტეტები პრეზიდენტის პოსტზე. მართლ გუნდს კი პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი რამდენიმე დღეში დაასახელებს. ოლიმპიური ჩემპიონს პრეზიდენტობა ერთ-ერთმა პირველმა მისმა უშუალო კონკურენტმა მიულოცა. მანუ ჩარკვირკველიამ პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში 16 ხმით დაამარცხა. რიგარიში საარჩევნო ყრილობაში მონაწილე 106 დელეგატიდან ტიტულოვან მოჭიდაობის მხარი 59-მა დაუჭირა. გელაშვილის მომხრე 43 ამომრჩეველი აღმოჩნდა. 4 ბიულეტენი კი გაუქმდა. მთელი დღე დაძაბული იყო და მე თვითონაც გახარებული ვარ, და მაქსიმალურად მოვახარ ჩემ ენერგიას, ჩემ რაც შეიძლება ყველას ერთად, ჩემთვის არა აქვს მეორე მხარე არ არსებობს, ჩემთვის ყველა ერთი ვარ და ყველა ერთად შევუდგებით საქმეს და გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც დღესდღეობით არ არის ინდონეზია, რაც ჩვენ ჭირდება. დღის განმავლობაში საარჩევნო პროცედურის დაწყებამდე პარლამენტ კლუბში ხმაური იყო. უთანხმოების მიზეზი ხმის მიცემის პროცედურა იყო. პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მაკასარაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და რამდენიმე საათის დაგვიანებით დაწყებულ არჩევნებში მხოლოდ 2 კანდიდატი მონაწილეობდა. პროცესს ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. რაც მიიღწევა ჭიდაობის სამყარო, მე ჩვენ მივესალმებით ამას, ნამდვილად ახლა შეჯიბრებითობა არის და შეჯიბრებითობაში გაიმარჯვებს, ვისაც მეტი ხარდაჭერებს. იულოცა გულკველიას გამარჯვებას. ჯერჯერობით უცნობია ახალი პრეზიდენტის მართველი გუნდის ფინაობა ფედერაციაში. მანუ ჩარკვირკველიას მთავარი პრიორიტეტი კი 2015 წელს ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვება იქნება. დაიწყებს ყველაფერს თვითონვე და მალე გაგაცნობთ ყველაფერს გეგმებს. ეს იქნება ძალიან. არაფერს მე არ ვაპირებ, მე უბრალოდ მიხარია მოჭიდავე ვარ და გულშემატკივრო გვერდიდან ყველანაირ. 2008 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პრეზიდენტის პოსტზე ლუკა კურტანიძე შეცვალა, რომელიც ფედერაციას ბოლო 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაცია ნოემბერში დატოვა. მიზეზი კი პრეზიდიუმის გადაწყვეტილება და სპორტსმენთა რამდენიმე თვიანი პროტესტი გახდა. ასეთი გახლავთ დღის მთავარი სპორტული თემა, ჩვენ ერთმანეთს უკვე 2015 წელს შევხვდებით. მადლობთ ოთარ გიორგაძემ გაგვაცნო სპორტის დღის მთავარი თემა. პირველი არხის კიდევ ერთი პროექტი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კომუნიკატორი ეთერში ბრუნდება. ნაცნობი თოქ-შოუ გასხოვებული ფორმატით 29 დეკემბრიდან უნდა გავიდეს ეთერში. გადაცემა სერგი გვარჯალაძე გაუძღვება, რომელსაც 2 თანაწამყვანი ეყოლება. 2 მთავარი თემა და საუბარი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე შემოქმედებით ჯგუფს დღეს ლიზა ციკლაური შეხვდა. Mental health package am გადაცემას და ამისთვის მნიშვნელოვანია რომ კომუნიკატორი მოძებნოთ საციებელში. უნივერსალური მედია პლატფორმა, ადგილი, სადაც სხვადასხვა ადამიანებს მათთვის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბარი შეუძლიათ. ეს კომუნიკატორია. სერგი გვარჯალაძე ტელეეთერს ნაცნობი სახელწოდების თოქ-შოუთი უბრუნდება, რომელიც მაყურებელს ბევრ სიახლეს პირდება. უფრო ინტენსიურად გამოვიყენებთ ინტერნეტს ამ გადაცემაში. მაშინ ინტერნეტი ასე გავრცელებული არ იყო. და განსხვავდება იმით, რომ ბევრი ექსპერიმენტი იქნება და ბევრი მოულოდნელი ესეთი ფაქტი მოხდება, დარწმუნებული ვარ ეთერშიც და ამიტომ ალბათ უნდა უყურონ, იმიტომ რომ რაღაცა ექსტრემალურ პირობებში ვიქნებით. საინტერესოდ ექსტრემალურში. სოციალური თემები, ცხოვრების სტილი, პოპ კულტურა. ეს არის ის საკითხები, რასაც კომუნიკატორის 2 საათნახევრიანი საეთერო დრო დაეთმობა. სერგი გვარჯალაძეს თოქ-შოუს 2 თანაწამყვანთან ერთად გაუძღვება. ჩვენ გადაცემაში მონაწილეობა მაყურებლისთვის არის ძალიან მარტივი, კომუნიკაციის ბევრი საშუალება გვაქვს და მარტივად შეუძლია არჩიოს მისთვის ყველაზე მოხერხებული. შეუძლია კი არა უნდა გვიყუროს, იმიტომ რომ მოგვაწოდოს ის თემები, რომელსაც ისურვებდა, რომ მედია საუბრობდეს. საინტერესო სტუმრებს მოვძებნით, შევარჩევთ, უფრო ვეცდებით, რომ ისეთი ადამიანები მოვძებნოთ, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან საზოგადოებისთვის და აი ამ ადამიანებს გავაცნობთ ჩვენთან ერთად საზოგადოებას, იმათ, ვინც ჩვენი მაყურებელი იქნება და
ბევრი საინტერესო ამბავი გვექნება, საინტერესო სიუჟეტი, აქტუალური თემები. ორი მთავარი თემა სტუმრების სტუდიაში და მუდმივი კონტაქტი მაყურებელთან, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მოვლენები პირდაპირ ეთერში მაყურებლის აქტივობის მიხედვით განვითარდება. თითოეული გადაცემა კი მუსიკალური ნაწილით იქნება გამორჩეული. მე ვურჩევ ყველას, რომ ნახოს ეს ჩვენი პირველი გადაცემა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ამ გადაცემის ნახვის შემდეგ გახდებით ჩვენი აქტიური მაყურებელი. 5-ზე იწყება ჩვენი გადაცემა, 6-ის ნახევარზე, 6-ზე და 7-ის ნახევარზე, ყოველ ნახევარ საათში ჩავერთვებით მოამბის ნიუსრუმში და იმ დროისთვის აქტიური ჟურნალისტი, ვინც არის სტუდიაში და აქტიურად არის დაკავებული კონკრეტულ თემაზე მუშაობით, გაგვაცნობს ეს იქნება ერთწუთიანი ჩართვები და გაგვაცნობს იმ კონკრეტულ თემას, რომელზეც მუშაობს იმ წუთას. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 5 საათიდან 8-ის ნახევრამდე ეს კომუნიკატორის დროა. შემეცნებით გასართობი მულტიმედია პროექტი პირველი არხის ეთერში 29 დეკემბრიდან გავა. წარმატებები პროექტის ავტორებს, ასეთი იყო 26 დეკემბრის დღის მთავარი თემები, მე ტრადიციულად ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით, ეთერს კი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განაგრძობს. საგამშვიდობისად ამთა მადლობა. ჩხუბი პარლამენტში საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გინება და ფიზიკური დაპირისპირება 79 ხმით მიღებულ დადგენილებას მოყვა. საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების გადანაწილების შეფასებას აკაკი ბობოხიძემ უცენზურო სიტყვები მიაყოლა. შეურაცხყოფილი განცხადების შემდეგ კი მუშტებთან ერთად ბრძოლაში დეპუტატებმა საპარლამენტო მიკროფონებით ჩართეს. მაგრამ კონკრეტულად რას ითვალისწინებს კანონმდებლების მიერ მიღებული დადგენილება, რომელსაც დღეს სტომათა დარბაზში გინება და ჩხუბი მოყვა. ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე გვერდება. რამდენიმე წუთში კი ჩვენს კითხვებს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი უპასუხებს. დღეს გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზეთ ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს მათ ვერ მოახერხეს. მივესალმები ჩვენს პირველ სტუმარს ანი მიროტაძეს. საღამოშვიდობისა გალბატონო ანი, გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმების, აღამომშვიდობის, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გალბატონო ანი, პარლამენტში მოხდარმა დაპირისპირებამ გარკვეულ წილად დაკარგა და უკანა პლანზე გადაიტანა უცხოურ დელეგაციებში კვოტების გადანაწილების საკითხი, რასაც ნაციონალური მოძრაობა აპროტესტება. ამ თემაზე განმარტებები აქამდეც გაკეთდა, მაგრამ კიდევ ერთხელ როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თუ შეიძლება აგვიხსენით, რატომ შეუმცირდა დელეგაციებში ადგილები ნაციონალურ მოძრაობას? პირველ რიგში მე მინდა ბოდიში მოუხადო დღეს განვითარებული მოვლენების გამო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტად უნდა შევძლოთ ნერვების მოთოკვა, თუმცა არსებობს ხშირ შემთხვევაში ვითარება, როდესაც რთულია ამის გაკეთება, თუმცა ეს არ ამართლებს რასაკვირველია იმას, რაც ხდებოდა დღეს პარლამენტში და მე კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ამის გამო. რაც შეეხება იმ დადგენილებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ, თქვენ იცით, რომ ეს საპარლამენტო დელეგაციები იქნება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც არის პარლამენტში. იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობიდან გავიდა თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია, იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად სხვა ძალთა ბალანსი არის დღეს უკვე პარლამენტში, ვიდრე იყო 2 წლის წინ, როდესაც მოხდა დელეგაციებში კვოტირების განსაზღვრა, დღის წესრიგში დადგა რასაკვირველია და ძალიან სამართლიანად და ობიექტურად კვოტების ახლიდან გადანაწილების აუცილებლობა. რის შესახებაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენზე კარგად იცის რასაკვირველია და ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე ვთქვათ, ეს მოხდებოდა დღეს პარლამენტში, მათ იცოდნენ კომიტეტის ხდომასაც და უფრო ადრეც. იქიდან გამომდინარე, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 19 იანვრამდე გვაქვს ჩვენ ვადა წარვადგინოთ ახალი კანდიდატები, უბრალოდ ახალი შემადგენლობა. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ დღეს დაგვემტკიცებინა სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა. ამ დრომდე, ვიდრე ჩვენ მივიღებთ ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, იყო წარმოდგენილი შემდეგნაირად, ანუ უმრავლესობიდან წარმოდგენილი იყო 10 წევრიდან 6 უმრავლესობიდან და 4 ნაციონალური მოძრაობიდან. თქვენ უნდა განგიმარტოთ ასევე, რომ საუბარი არის 5 ძირითადი ადგილი და 5 სათადარიგო ადგილი, ესე არის განსაზღვრული ევროსაბჭოში წევრთა შემადგენლობა და გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალურ მოძრაობას ძირითად შემადგენლობაში ყავდა 2
ადამიანი, ორი წევრი და იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალ დემოკრატებსაც ობიექტურად ეკუთვნოდათ ადგილი, მოხდა ისე, რომ შეუმცირდათ მათ ძირითად შემადგენლობაში რაოდენობა და გადანაწილდა შემდეგნაირად, რომ სამი უმრავლესობას, ერთი თავისუფალ დემოკრატებს, ერთი ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო დანარჩენი, ანუ სათადარიგოში რეალურად ცვლილება არ მომხდარა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი, რომელიც იმყოფებოდა სათადარიგო შემადგენლობაში, ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების გადაწყვეტილებით ავიდა ძირითად შემადგენლობაში და მას ადგილი გაუცვალა ასევე მისი ფრაქციის წევრმა. გასაგებია, ქალბატონო, დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან რომლის მიხედვითაც მოხდა ის, რაც მოხდა. დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან კვოტების შემცირებას საერთაშორისო არენაზე მათ მიერ რუსეთის კრიტიკას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ უმრავლესობას ეს არ აწყობს. გასაგები არის თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა დელეგაციებსაც რო შევეხოთ, როგორი იქნება შემადგენლობა იქ? იქნებიან თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრები წარმოდგენილი ყველა დელეგაციაში და რამდენად პროპორციული იქნება ეს წარმოდგენა? რასაკვირველია იქნებიან და ზუსტად ისეთივე პროპორციით იქნებიან წარმოდგენილი, როგორც მოხდა ამ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაშიც. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სხვა მოცემულობა იყო 2012 წელს და სხვა მოცემულობა არის ახლა. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის უფლება, რომ ყავდეს თავისი წარმომადგენელი მუდმივმოქმედ დელეგაციაში და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ცოტა უხერხული არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. დღეს თინა ხიდაშელი საუბრობდა ამის შესახებ და მე სრულად მინდა მას დავეთახო, მათ ერთი წევრით მეტი ყავთ, ანუ არაფერში ეს ძალა არ დაჩაგრულა, რაც შეეხება დანარჩენ დელეგაციებს, დარჩენილი არის 10 დელეგაცია, სწორედ ახალი მოცემულობის მიხედვით მოხდება გადანაწილება და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ უკვე საგაზაფხულო სესიის ფორმატში. ეხლა რატომ მოხდა მაინც და მაინც გამოყოფა ამ დელეგაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მე თქვენ უკვე აგიხსენეთ, თუმცა კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, გამომდინარე იქიდან, რომ ევროსაბჭოში 19 იანვრამდე გქონდა შესაძლებლობა, რომ წარგვედგინა ჩვენი კანდიდატები და იცით, რომ იანვარში ჩვენ დიდი ალბათობით ვეღარ შევიკრიბებოდით აქამდე, ამიტომ უნდა დაჩქარებულიყო შესაბამისად აი ამ დელეგაციის შემადგენლობაზე ვიმსჯელეთ ამ ეტაპზე, დანარჩენი 10 დელეგაციის შემადგენლობები, კვოტირება და ასე შემდეგ განისაზღვრება აუცილებლად იმ პროპორციის მიხედვით და იმ რეალობის მიხედვით, რომელიც დღეს არის პარლამენტში. ქალბატონო, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური ალიანსი დატოვა კიდე ერთმა პარტიამ, როგორ გადანაწილდება იმ შემთხვევაში? გაიზრდება თუ არა, თქვა დელეგაციების შემადგენლობა თუ შესაძლებელი იქნება, რომ შიგნით თქვა უმრავლესობამ კიდე დაიკლოს რაღაცა, თქვა უმრავლესობამ დაიკლოს ადგილები და მიცეს ახლა წარმოქმნილ ოპოზიციურ ძალას ადგილი. რეგლამენტის მიხედვით არის ესე, რომ უმრავლესობა 60-40-ზე ეკუთვნის, ესე უნდა გადანაწილდეს კვოტები. ანუ უმრავლესობას ეკუთვნის 60%, 40% ეკუთვნის ოპოზიციას. ახლა ეს არ არის კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე, ან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მორგებული. ახლა მე ვფიქრობ, რომ თქვენს ვარაუდს არ აქვს, მე ვფიქრობ, საფუძველი, იმიტომ რომ მე არ მეგულება არც ერთი პარტია და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც დღეს იმყოფება კოალიციაში, რომელმაც შეიძლება დატოვოს უმრავლესობა, მაგრამ თუ დაუშვებთ და შესაძლოა ეს მოხდეს, მაშინ იქნება დღის წესრიგში დადგება კვლავ ახალი გადანაწილების აუცილებლობა, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ მოხდება და ასევე იმედი მაქვს, რომ ეს არის ბოლო გადანაწილება და ბოლოჯერ ჩვენ გადავანაცვლებთ ჩვენს წევრებს და აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველა დელეგაციაში ჩვენი წარმომადგენლების მუშაობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საგარეო მიმართულებით პოლიტიკური ძალის აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასევე აუცილებლად უნდა გიპასუხოთ იმ კითხვაზე, ვერაფრით ვერ დავტოვებ პასუხის გარეშე, რომ მათ კრიტიკა შეიძლება უკავშირდება ესეთი გადანაწილება, არანაირად ეს არ ხდება, მათ ეს ძალიან კარგად იციან, არც რუსეთის მიმართ კრიტიკა, არც არაფრის მიმართ კრიტიკა, არაფერ შუაში არ არის. აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩვენ ევროსაბჭოდან მოგვივიდა თვითონ მოითხოვეს, რომ თუ ვაპირებდით, ალბათ უნდა გაგვეთვალისწინებინა ის რეალობა, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტში, თუ ვაპირებდით ახალი შემადგენლობით პარლამენტის წევრებს იქ გაგზავნას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო ეს პროცედურა. არ ვიცი, შესაძლოა მათ აქვთ იმის ამბიცია, რომ ჩვენ რაღაცებს მათზე მორგებული პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით ვაკეთებთ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. მადლობა, ჰანი მიროტაძე გვერდებოდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში და ახლა ეთერში უნდა შემოგვერთდეს ჩვენი მეორე სტუმარი ირაკლი ჩიქოვანი, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის აღამშვიდობისა. გმადლობთ, რომ მონაწილეობთ ბატონო ირაკლი გადაცემაში.
საღამომშვიდობის მოგესალმებით, მოგილოცავთ თქვენს და ჩვენს ტელემაყურებელს ნამდვილ შობას და ახალ წელს. თქვენც ასევე მადლობა. ბატონო ირაკლი, ნაციონალურმა მოძრაობამ დეპუტატებმა კვოტების გადანაწილება გააპროტესტეს. ეს კვოტა კი მათ თქვენ სასარგებლოდ შეუმცირდათ. როგორ შეაფასებთ მათ პროტესტს და თქვენი აზრით იქნებოდა თუ არა დაცული ბალანსი პარლამენტს ეს გადაწყვეტილება რომ არ მიიღო? მე არ ვიტყოდი იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისუფალი დემოკრატების სასარგებლოდ შეუმცირდა კვოტა, უბრალოდ ელემენტარულად თავისუფალმა დემოკრატებმა მიიღეს ის, რაც ეკუთვნოდათ. დღევანდელ რეალობაში, როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა დაატოვეს უმრავლესობის შემადგენლობა და გახდნენ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ გაერთიანდა უმცირესობაში, ჩვენ გვაქვს იმის მოთხოვნილება და ჩვენ გვაქვს იმის უფლება ვიყოთ წარმოდგენილი საერთაშორისო დელეგაციებში და ამ დელეგაციებში გვინდა ადეკვატურად ვიყოთ წარმოდგენილები ჩვენი პოლიტიკური ძალის და შესაბამისად და ასევე იმ გამოცდილების და შესაბამისად, რომელიც თავისუფალ დემოკრატებში არსებობს. რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, უშუალოდ გეტყვით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციურად დატვირთული დელეგაცია. ეს განპირობებულია იმით, რომ თვითონ პასეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფუნქციებია საკმაოდ ფართე და ეს არის უმნიშვნელოვანესი და აქ მონაწილეობა როგორც ძირითადი წევრის თავისუფალი დემოკრატების მხრიდან იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. იმიტომ რომ თვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, გვაქვს იმის საშუალება და არის აუცილებლობა იმისა, რომ რეალურად იყოს წარმოდგენილი ჩვენი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო ასამბლეაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ფორმით ნაციონალური მოძრაობა დაიჩაგრა, უბრალოდ მათ უჭირთ იმ რეალობასთან შეგუება, რომ ისინი არ არიან მონოპოლისტები ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ცხოვრების და აქედან გამომდინარე მათ ჯობია შეეგუონ ამ საკითხს. მათ თანგზე და მათ ჭკუაზე ჩვენ თავისუფალი დემოკრატები არ ვაპირებთ სიარულს. ბატონო ირაკლი, მთავარი არგუმენტი რაც დღეს პარლამენტში გაისმა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იყო, რომ უმრავლესობას არ აწყობს რუსეთის კრიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი გადადანაწილებით, მაგალითად, იანვარში დაგეგმილ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. შეიძლება თუ არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენ ვიხილოთ შერბილებული პოლიტიკა. გეტყვით შემდეგ რამეს, მე არ ვიცი ისინი რას გულისხმობენ ამაში, მე ჩემ კოლეგების მიმართ ბატონი თედოს მიმართ, ქალბატონი თინას მიმართ, ბატონი ლევანის მიმართ აბსოლუტურად არასოდეს არ შემჩნევია ის, რომ მათ რაიმე ფორმის შემრიგებლური პოლიტიკა ან რაიმე ფორმის რაღაცა ასე ვთქვათ დამთმობი პოლიტიკა გაეტარებინათ ოდესმე ოკუპანტი რუსეთისადმი. და რაც შეეხება იმას, რომ თუ ამით შეიცვლება რამე, აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება. თუ იყო ორი ხმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ოკუპაციას და რუსეთის ანექსიას საქართველოს ტერიტორიებისა, ეხლაც ორი ხმა დარჩება და მე მინდა გითხრათ, რომ თავისუფალი დემოკრატების ხმა და ეს არის პირადად ჩემი ხმა, მე ვარ თავისუფალი დემოკრატებიდან საპარლამენტო ასამბლეაში წარმოადგენელი, იქნება ძალიან პირდაპირი, ძალიან გარკვევით ნათქვამი და კონკრეტული, რომ ამას ეჭქვეს არც დგება და ვერც დადგება და ვერც დააყენებენ ნაციონალები ამას. ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთ ამ დელეგაციებში მართველი კოალიციის მუშაობას და ახლა როდესაც თავისუფალ დემოკრატებსაც გაქვთ კვოტა ყველა საპარლამენტო დელეგაციაში, რაზე გააკეთებთ აქცენტს? თუ გაქვთ უკვე სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც თქვენ საერთაშორისო ვიზიტებისას გეგმავთ? რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი და უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ანუ საერთაშორისო საპარლამენტო ურთიერთობები და ეს ყოველთვის იყო თავისუფალი დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი, იმიტომ რომ თუ თქვენ დააკვირდებით ადრეულ გადანაწილებას რა დოზით და რა ფორმით მონაწილეობდნენ თავისუფალი დემოკრატების საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციებში, ეს იყო ძალიან მაღალი და ერთ-ერთი უმაღლესი საპარლამენტო ფრაქციებს შორის, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ დავდგით ახალი რეალობის წინაშე და არ ვსარგებლობთ იმ პრივილეგიებით, რა პრივილეგიებით უმრავლესობას გააჩნია და ჩვენ გვიწევს შეზღუდული შემადგენლობით მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას. უშუალოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რაც შეეხება, ეს ის ორგანიზაცია, სადაც უმთავრესი ღირებულებები არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები და ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით ვაპირებთ აქ ვიმუშაოთ. უმნიშვნელოვანესი ასპექტი ამ მუშაობისა იქნება, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცება საქართველოში და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა. ჩვენ გქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის და ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის გვენახებინა, რომ საქართველოში ტარდება ნორმალური არჩევნები და მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც დავაყენებ, ეს არის შემდგომი არჩევნებისთვის მზადება, ვინაიდან ხელისუფლებას არაერთხელ გაუცხადებია, რომ ჩვენ გვჭირდება საარჩევნო რეფერენდუმი, რომელიც ადეკვატურად ასახავს ყველა იმ საერთაშორისო რეკომენდაციას, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს EUTHOS-ი, რათა კარგად მოემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმაზე და ვაპირებთ სერიოზული
განცხადებები გავაკეთოთ და მიმართოთ და გამოვიყენოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტრუქტურები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ თვლით, რომ დამოკიდებულება თითეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ აუცილებლად უნდა იყოს თანაბარი და ეს ის პრინციპებია, რომლის უგულებაყოფასაც ვერც ერთი მთავრობა და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს და არც უნდა შეეცადოს. თუმცა მე არ ვამბობ იმას, რომ ხელისუფლება ამას ცდილობს ჯერჯერობით, მაგრამ შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ცალკეული წყებები ამას ბოროტად გამოიყენებენ და ჩვენ გვინდა აუცილებლად ამ თვალსაზრისით გამოვიყენოთ ეს ტრიბუნა იმისათვის, რომ არც ერთი სამართალდამცავი სტრუქტურა და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც არის უმრავლესობის ან ხელისუფლების გამგებლობის ქვეშ, იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია და რაც, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ჩვენ ამის ნიშნებს და ასპექტებს ხედავს თუნდაც ეგრეთ წოდებული კაბელების საქმესთან დაკავშირებით. მადლობა ბატონო ირაკლი წარმატებებს გისურვებთ მაყურებელ შევახსენებ ირაკლი ჩიქოვანი ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში მოამბე დღეს ამით დასრულებულია თქვენ წინ პირველ აღზე 22 საათზე პირველი სტუდია და ეკა მიშველაძე მწვრთნელებთან ერთად გელოდებათ ჩვენ კი ერთმანეთს უკვე ხვალ შევხვდებით ნახვამდის